საქართველოს პირველი ლედი ნომერ მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა, სადაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ სივრცეებს გაეცნო. მოინახულა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული განახლებული სამკერვალო სივრცე. სამკერვალოში დასაქმებულ მსჯავრდებულებს მიეწოდათ შესაბამისი მასალები და ქსოვილები, რომელთა გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ შექმნან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სადღესასწაულო სამოსი. პირველი ლედის ინიციატივით ნომერი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა კერვის, ხელსაქმის და სხვა მასტერკლასები. აღნიშნული ქსოვილებით მსჯავრდებული ქალები ჯგუფი კახაბერი და ხანუმების სასცენო სამოსს შეკერავენ. სტუმრობის დასასრულს მსჯავრდებულებისა და ჯგუფი კახაბერი და ხანუმების კონცერტიც გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საქართველოს პირველი ლედი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მომასპინძლეთ საქართველოს პირველ ლედის თამარ ბაგრატიონს. მასთან ერთად კიდევ ერთხელ გავეცანით რესოციალიზაცია რეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს, დავათვალიერეთ განახლებული სამკერვალო სივრცე და არსებული ინფრასტრუქტურა. მინდა რომ სტიმული ქონდეთ, ბევრი რამე ისწავლო და თუ რამე ცოდნა მაქვს და შემიძლია მათ გადავცეს ინფორმაცია, იქნები ძალიან ბედნიერი. დღეს ბევრი პოზიტივი მივიღეთ ჩვენ და ძალიან დადებითად. საინტერესო ის ფაქტი, რომ ჩვენი ჯგუფისთვის, ხანუმებისთვის დამზადდება კოსტუმები და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან გაუხარდა ყველას.